გაფორმებულია და 1.300.000 ლარად ივანიშვილის კომპანიისგან ფონდმა ქართუმ შეიძინა მიწა ოზურგეთში 27,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია. თუ რუკაზე შევხედავთ, ეს არის პარკ ციცინათელას მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აკვაცენტრისგან შეიძინა ფონდმა ქართუმ. რატომ მოექცა ეს ხელშეკრულება და ტრანზაქცია ყურადღების ცენტრში? მკვლევარები დიდი ხანია აკვირდებიან საქველმოქმედო ფონდი ქართუს გავლით თუ რა ფინანსურ ტრანზაქციებთან გვაქვს საქმე და კითხვები ძალიან მრავლად არსებობს. რაში სჭირდებოდა საქველმოქმედო ფონდს ოზურგეთში ეს მიწა, თანაც ივანიშვილის კომპანიისგან, აკვაცენტრისგან მიწის შეძენა. არსებობს ეჭვი, რომ ეს არის ფულის ეგრეთ წოდებული გაქეშების შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილისთვის და მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ მან პირადი მიზნებისთვის გადაიტანა საქველმოქმედო ფონდიდან უკვე კომპანიის ანგარიშზე 1.300.000. ეს არის მკვლევარებისთვის საეჭვო გარიგება, მით უმეტეს ფონდი ქართუს სხვა ტრანზაქციებიდან გამომდინარე. წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ 9 მილიარდამდე დაახლოებით გაცემული სესხები ისევ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებზე. როგორ გამოიყენება ხოლმე საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე არსებული ქონებები სესხისთვის, უზრუნველყოფისთვის და ეს არის დამატებითი კითხვების გამჩენი. მით უმეტეს, რომ გასაიდუმლოებულია ფონდი ქართუს ტრანზაქციები და ანგარიშები და უცნობია ისიც, თუ რა თანხები ხვდება საერთოდ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე. მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყოს მათ შორის რუსი ოლიგარქების ფული. წლებია უკვე ელოდებიან საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების გასაჯაროვებას, თუმცა უშედეგოდ არსებობს ეჭვი მკვლევარებში, რომ საქველმოქმედო ფონდის და ქველმოქმედების საფარქვეშ ივანიშვილი მისი პირადი ინტერესების და ტრანზაქციებითაა დაკავებული. ფონდმა ქართუმ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხებიდან 1.300.000 ლარით შეიძინა მიწის ნაკვეთი ივანიშვილის კუთვნილი კომპანიიდან, ანუ ეს არის თანხები, რომელიც წესით უნდა ხმარდებოდეს ქველმოქმედებას, მაგრამ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშზე. რა საქველმოქმედო მიზანი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ მიწის ნაკვეთის შეძენა, ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩდება ლოგიკური შეკითხვა, ხომ არ არის ეს უბრალოდ საქველმოქმედო ფონდიდან თანხების ჯიბეში გადატანა ივანიშვილის კომპანიის და ამ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, ამძაფრებს ის გასული მაგალითებიც, როდესაც მაგალითად თითქმის 9 მილიარდი ლარი ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების სესხად გაცდა საქველმოქმედო ფონდმა მის საკუთრებაში არსებული სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებისთვის, ასევე თავად ივანიშვილმა მისი კომპანიებისთვის სესხის ასაღებად არაერთხელ გამოიყენა საქველმოქმედო ფონდის ქონება ბანკში გირავნობით და იპოთეკით დასატვირთად, რაც პირდაპირი კანონის დარღვევაა საქველმოქმედო ფონდის მხრიდან. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები გასაიდუმლოებულია და რეალურად ჩვენ საერთოდ არ ვიცით, რა თანხები მოძრაობს საქველმოქმედო ფონდში, ვინ არიან შემომწირველები, ხომ არ ხდება იქ ფულის გათეთრება, ხომ არ მოძრაობს იქ მათ შორის რუსი ოლიგარქების ფული. საინტერესოა, რომ მიწა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა ფონდმა ქართუმ, არის სწორედ პარკ ციცინათელას მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მილიონობით ლარი უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, სახელმწიფო ბალანსზე გადასული სხვადასხვა ქონებებისთვის და მათ შორის არის ერთ-ერთი სწორედ ციცინათელას პარკი, რომელიც ივანიშვილმა ასევე ქველმოქმედების მიზნით ააშენა და ახლა უკვე სახელმწიფოს მოსავლელია.